გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მივესალმები სტუმრებს, დარჩით ჩვენთან, მინდა პატარა შესავალი გავაკეთო, გაშლამდე თემა კი გვექნება უახლოეს ერთი თვის პროგნოზი, რა სიახლეებს მოგიტანთ ეს ერთი თვე. თქვენთვის რა თქმა უნდა ვიდეო რეზონირდება იმ დღიდან, როდესაც თქვენ უყურებთ და არა ჩაწერისა ნატვირთვის დღიდან. და რა მინდოდა ორიოდე სიტყვა მეთქვა ჯერ იმ ადამიანებისთვის, იშვიათია, მაგრამ არიან ასეთებიც, რატომღაც თავისუფლებას აძლევენ, რომ მითითებები მომცენ, როგორ ვილაპარაკო, რამდენი ვარიანტი ჩავწერო და ასე შემდეგ. მე არ მაქვს წინასწარ გამზადებული ტექსტი, იმ ადამიანებს გულისხმობ, ვისაც პრეტენზიები აქვს. მე რაღაც მომენტებში შეიძლება პაუზა გავაკეთო, შეიძლება სიტყვები გავიმეორო, რადგან ამ მომენტში ჩემი გონება გამალებით მუშაობს იმაზე, თუ როგორ მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია უფრო მისაღები რო იყოს, არის რაღაც დეტალები, რასაც ვხედავ მაგალითად და ვჩუმდები და ეს იმიტომ კი არა რომ გიმალავთ რამეს, უბრალოდ ვითვალისწინებ მაყურებლის ნაირფეროვნებას, ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს მოწოდებული ინფორმაციას, ზოგი ზედმეტად ემოციურია და არის თუ არა მისაღები ეს ინფორმაცია მათთვის, მაინც იღებენ საკუთარ თავზე, ზოგი ძალიან მშიშარაა, ზოგი ისე, მოკლედ ხო ხვდებით არა, მიწევს ყველაფრის გათვალისწინება. მე არ ვდგავ შოუს, მე ვცდილობ ვიდეოში ჩავატიო მაქსიმალური ინფორმაცია და იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს საშუალება პირადი კონსულტაციის საფასურის გადახდის, ვიდეოს მეშვეობით მიიღოს ის ინფორმაცია, რაც სჭირდება. აქედან გამომდინარე, სამი ვარიანტი, ვიღაცამ ამას წინა დამიწერა, ერთი ვარიანტი გააკეთე, ხო, მოსაზიდად აკეთებ ვიდეოს, მოსაზიდად არ ვაკეთებ ვიდეოს, ვაკეთებ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდება ინფორმაცია და სამ ვარიანტს და ორ ვარიანტს და ხან შეიძლება მეტიც გავაკეთო, მიტომ მაშვები, რომ მაქსიმალურად რაოდენობა მიიღოს ადამიანების სასურველი ინფორმაცია. თანაც ვერ გამოვდივარ ისე ხშირად ეთერში და ვერ ვაკეთებ ვიდეოებს ისე ხშირად, როგორც სასურველია. ყოველ დღეც რო დავჯდე და ჩავწერო რაღაცა მოკლე ვიდეოები შეიძლება, მაგრამ ეს არ იქნება ის სრულყოფილი ვიდეო. აი იმ დატვირთვით, რა დატვირთვასაც მე ვაძლევ, უნდა ვიყო მობილიზირებული, უნდა ვიყო კარგ განწყობაზე, არ უნდა ვიყო დაღლილი, რომ ჩემი თქვათ ის დაღლა, ნეგატივი, რომელიც წამოუკრიფე მუშაობის დროს არ გადმოვცე ამ ფორმით მაყურებელს და ძალიან ბევრ ამას ვითვალისწინებ. ამიტომ გამოვდივარ იშვიათად, თქვათ ეთერში, ძალიან იშვიათად TikTok-ზე ეთერში, სამწუხაროდ YouTube-ზე ძალიან დიდი ხანია უკვე არ გამიკეთები ეთერი და შევეცდები უახლოეს პერიოდში გამოვასწორო ეს მდგომარეობა. და ვიდეოებსაც, როგორც ხედავთ, ყოველ დღე და დღეში რამოდენიმეს რო ტვირთავენ, მე ასე არ ვაკეთებ. იქიდან გამომდინარე, რომ მაქვს ბევრი სამუშაო, მაქვს წმენდები, მაქვს პირადი კონსულტაციები და ენერგია აღარ მყოფნის და მე კი კიდევ ვიმეორებ, ვარ მაქსიმალისტი და თუ რამეს ვაკეთებ, უნდა გავაკეთო კარგად და თუნდაც ის კვირაში ერთხელ და შეიძლება თუ მომიწია ესე თავისუფალი დრო, რამოდენიმე დღე ზედიზედაც ავტვირთო ვიდეო, მაგრამ მე შესაბამისი ენერგია უნდა მქონდეს, პოზიტიური განწყობა, დასვენებული და ის ვიდეო თქვენთვის, ვისთვისაც რეზონირდება ხოლმე, იყოს პირადი კონსულტაციის ტოლფასი. ამიტომ ვიღაცეებმა პრეტენზიებზე და მითითებებზე თავი შეიკავეთ. თქვენ გააკეთეთ ჩემზე უკეთესად ბატონო. ეს რისი თქმაც მინდოდა და ერთის დამატება მინდა, უბრალოდ ეს რიტორიკული კითხვა რა. აი ძალიან მაინტერესებს 24 საათი პირდაპირ ეთერში რო ზიან, როდის მუშაობენ, ან რა ენერგია უნდა შერჩეს იმ ადამიანს, ან გამოდის რომ არ ვიცი, არ პასუხობენ გულწრფელად, ლაპარაკობენ რაღაცას ჰაერიდან მოტანილს, ან არ აქვთ შესაბამისი თანდაყოლილი ნიჭი და კავშირი იმ ძალებთან, რა ძალებიც გვაწვდიან ჩვენ ინფორმაციას და უბრალოდ ისწავლეს ნახატების წაკითხვა, ასე დავარქმევდი. ტარო არის ინსტრუმენტი, დამატებითი ინსტრუმენტი სპეციფიკური ადამიანებისთვის, ვისაც ეზოთერიკოსები ქვიათ, სხვადასხვა მანტიკური სისტემით მუშაობენ ეს ადამიანები, ზოგი ყავაში ხედება, ზოგის, მაგრამ ეს ყველაფერი არის ინსტრუმენტი, ჩემოკარგებო, მერწმუნეთ ინფორმაცია მოდის ენერგეტიკის დონეზე, რაღაც სიტყვის ტელეპათიური კავშირია იმ ძალებთან, მაგრამ მას არ დავიწყებ ახლა ლექციის წაკითხვას, მაგრამ მარტო ტაროს წაკითხვა არ არის ეზოთერიკოსი, ყველას მედიუმი რო უწერია, ყველას ეზოთერიკოსი უწერია, მედიუმის მნიშვნელობაც არ იციან სიტყვის და წერენ რომ მედიუმი ვარ
და წარმოდგენა არ აქვთ, რომ ეს სიტყვა რას ნიშნავს და რა კავშირებზე ალაპარაკი და ასე შემდეგ. ძალიან მინდა მით უმეტეს შემეცნებითი ვიდეოების ჩაწერა თქვენთვის, აგიხსნათ ყველა ეს მინიმალურ დონეზე გაგარკვიოთ, გასწავლოთ, რა არის შავი მაგია, რა არის თეთრი მაგია, ეს რა თქვათ ნეკრომაგია რას წარმოადგენს და ასე შემდეგ და დროს ვერ ვნახულობ ფიზიკურად, ხო? მაქვს სამუშაო, პლუს ამას ვყავს ოჯახი და ძალიან დატვირთული ვარ და 24 საათი ვინც ზის პირდაპირ ეთერში მერწმუნედ ისინი ნამდვილად არ არიან რეალური ეზოთერიკოსები. ესე იგი მათ არ ყავთ პირადი კლიენტები და კონსულტაციები, არ მუშაობენ წმენდებზე და ასე შემდეგ, როიბრალებენ ყველა და ალბათ ენერგიასაც არ ხარჯავენ, იმიტომ რომ არ ვიცი, ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს ეს ყველაფერი, ერთი ადამიანის კონსულტაცია და დიაგნოსტიკა სრულიად და მით უმეტეს თუ ნეგატივი გააჩნია ამ ადამიანს, რეალურად ძალიან მძიმეა ფიზიკურად, იმიტომ რომ ყველაფერი ჩვენზე გადმოდის, ჩვენში ვატარებთ ამ ყველაფერს და ძალიან დამღლელია. ზედიზედ თუ რამოდენიმე კონსულტაცია მაქვს, მით უმეტეს აი თითქოს ერთი ვაგონი, თქვათ კარტოფილი ან რაღაცა ტომრებით დავცალე. აი ესეთი ფიზიკურ დონეზე ვგრძნობთ ამ ყველაფერს და როგორ შეიძლება თქვათ ერთის თქმის არ იყოს 9 კაცი მელოდება წმენდაზე ეხლავ და ღამის 9 საათია თუ მეტი. საღამოს უფრო სწორად და არ ვიცი, კინაღამ გავიგუდე სიცილით, რომ უბრალოდ შეუძლებელია ადამიანმა, თქვათ საღამოს 9 არის 10 არის, ელოდებოდნენ 9 კაცი წმენდაზე და ეს სამუშაო შეასრულოს. ან არავინ არ ელოდებოდა და უბრალოდ გასვლაუდოდა ეთერიდან, ან იმ 9 ადამიანს ძალიან მაგრად აბოლებდა. მეტი არაფერს თქმა არ შემიძლია. რაღაცა ცოტა ისეთი ემოციური შესავალი გამომივიდა, ვინც მოისმინა ხო კარგი, რაღაცა დასკვნებს გამოიტანთ და გეცოდინებათ ვის უყუროთ და ვის არა. და მე კი გადავალ გაშლაზე პირველი ვარიანტით დავიწყოთ. რა თქმა უნდა იქნება მინიმალური სახით მინიმალური დოზით წინა ისტორია, რადგან შესავალი გამიგრძელდა. ნახოთ რა ხდება დღეს თქვენს ცხოვრებაში, რა სიტუაციაში იმყოფებით და უახლოეს ერთ თვეში რა ცვლილებები მოსავალდნენ თქვენს ცხოვრებაში. პირველი ვიტყვი, რომ პირველი ვარიანტი რაღაც ილუზიებშია. რაღაც შეიძლება შიშები გაქვთ, არ არის გამორიცხული. არ გამოურიცხავ ასევე, რომ მქონდეთ ძალიან ძლიერი ინტუიცია, მთვარე პირველ რიგში ინტუიციაზე მიუთითებს და დასტის ძირზე ქურუმი ქალი მაქვს. შესაძლებელია მართლაც კოლეგა, მომავალი კოლეგა მიყურებდეს ძლიერი ინტუიციით, თავის ხილვებით, თავის ცოდნით, ან რაიმე მაგიურ ჩარელებზეც იყოს ლაპარაკი და რაღაცა ეს თქვენს ცხოვრებაში ეს მნიშვნელოვანი თემა იყოს. შესაძლებელია სწავლასაც ცდილობდეთ დამწყები ეზოთერიკოსი და ასე შემდეგ. ნახოთ კიდე რას გვაჩვენებს, რა ხდება დღეს თქვენთან. აქ მაინც ვიტყვი, რომ ძლიერ ინტუიციაზეა ლაპარაკი. რა დონეზე გაქვთ განვითარებული, რა შესაძლებლობები გაქვთ და რა ძალას ფლობთ, ეს ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ გრძნობთ, რომ თქვენს ოჯახს, ძლიერ წარმატებულ, კარგ, შემდგარ ოჯახს და თქვენს ბედნიერ ცხოვრებას ემუქრება საფრთხე, თითქოს რაღაცა ბარიერი გაჩნდა, შეიძლება თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის, თქვენსა და თქვენ შვილებს შორის, ან ზოგადად ენერგეტიკულად იგრძენით, რომ რაღაც არ მიდის კარგად და ცდილობთ, რომ დაიცვათ თქვენი ოჯახი, მართალია მთლად დარწმუნებული არ ხართ, არის თუ არა აქ რამე ჩარევა, ან რა მიზეზებით ხდება ეს ყველაფერი, შეიძლება ზუსტად არ იცოდეთ, მაგრამ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ თქვენს ბედნიერ ცხოვრებას, თქვენს ოჯახს ემუქრება საფრთხე და ცდილობთ დაცვა გააკეთოთ. ხა ვინ როგორ აკეთებს ამას, ეს თქვენ ჩემზე უკეთესად გეცოდინებათ, მაგრამ აი ესეთ სიტუაციას ხედავ და ვნახოთ უახლოეს ერთ თვეში რა შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში, რა გელოდებათ მოვლენები, ვნახოთ ყველაზე მნიშვნელოვანი. დიახ, ჩემო კარგებო, აქ უმრავლესობისთვის პირველი ვარიანტი თავიდან როგორც აღნიშნე, ზუსტად აი ამ ენერგეტიკულ ჩარევებზე იქნება ლაპარაკი. აქ ან მამაზეა ლაპარაკი, რომ აი თქვათ ახალგაზრდა ადამიანი ცდილობს მამის, ან ბიძის, ან ვიღაცა ისეთი ოჯახის წევრის, მამრობითი სქესის, რა თქმა უნდა, უფროსი თაობის წარმომადგენლის
დაცვას რაიმე მაგიური ჩარევებისგან ან ვიღაცის მანიპულაციებისგან, ასევე, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს მეუღლე, უკაცრავად და მეუღლის დაცვას ცდილობდეთ რაღაც მაგიური ჩარევებისგან. აქ არის დიდი ალბათობა იმის, რომ ვიღაც მესამე ზედმეტია თქვენს ცხოვრებაში, მიდის მაგიური ბრძოლა და მზე უკვე თავისთავად გვეუბნება, რომ ეს თქვენი ბრძოლა წარმატებით დასრულდება. ხშირად გქონია შემთხვევა, როდესაც პირად კონსულტაციაზე მომართავენ იმისთვის, რომ გადაამოწმონ იმ მაგის ეზოთერიკოსის ნამუშევარი, ვისაც თქვა შეუკვეთეს წმენდა, დაცვა და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არ მეუნებიან ხოლმე, ხედავ და ვეუბნები, რომ ასეთ სიტუაციაა და შეიძლება მართლა ამ თვალსაზრისით უყურებდეთ, რომ გაინტერესებდეთ, როგორ ჩაიარა ამ ნამუშევარმა, ან ის ადამიანი მუშაობს თუ არა რეალურად თქვენ შეკვეთაზე, ან წმენდას როგორი შედეგები აქვს და გეტყვით, რომ ნამდვილად მიდის ბრძოლა იქნება წარმატებული და ყველაფერი დადგება თავის ადგილას. აი, უახლოეს თვეში დაიწყება ეს ცვლილებები. ყველაფერი ჩადგება კალაპოტში. თუ ვინმეა დასაბრუნებელი, ესეთი ნიუანსიც დავინახეთ, თუ ვინმეა ოჯახში დასაბრუნებელი, შესაძლებელია, რომ უახლოეს ერთ თვეში ის ადამიანი დაბრუნდეს. ასე რომ ის თქვენი ბრძოლა ფუჭი არ არის, ტყუილად არ ჩაულია თქვათ იმ ხარჯებს, იმ ნერვიულობას, დროის ხარჯვას და ასე შემდეგ. წარმატებული იქნება ეს თქვენი ბრძოლა საკუთარი ოჯახის და ინტერესების დასაცავად. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. ნახოთ სამყარო რას გვეუბნება სამყარო. სამყარო ახლა ისეთი რაღაც არის, რომ ძალიან ბევრი ინფორმაციის წარკითხვა შეიძლება, ახლა პირველივე ამ ერთი კარტიდანვე, ამიტომ დრო რო არ დავკარგოთ მსჯელობებში, შევეცდები, რომ უფრო მოკლედ გავაკეთო სიგნიფიკაცია, ანუ წინა ისტორია წავიკითხო, ვცდილობ ეს ბარბარიზმები როგორმე ამოვძირკვო ჩემს წრეში მაინც, ნახოთ რამდენად გამომივან, თუ სხვებით შეეცდებია, რა თქმა უნდა. დავიკითხოთ წინა ისტორია. ნუ რაღაც ახლა ციკლი რო სრულდება, რაღაც ეტაპი რო სრულდება თქვენ ცხოვრებაში ფაქტია. შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი საქმე დაასრულეთ. ეს ბოლო პერიოდი ან ფინალამდე მიხვედით, შეიძლება აქ სწავლაზეც იყოს, ცოდნაზეც ლაპარაკი და შეიძლება გადაადგილებაზეც იყოს ლაპარაკი. სამყარო ძალიან დიდ სივრცეს მოიცავს, რა თქმა უნდა. და გადაადგილებაზეც არის ხოლმე მინიშნება. ვნახოთ რა ხდება დღეს თქვენ ცხოვრებაში. ჩემო კარგებო, როგორც ჩანს, მართლაც რაღაც ეტაპი დაასრულეთ თქვენს ცხოვრებაში, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაზეც არის აქ ლაპარაკი, არჩევანზე. რაღაცაში თითქოს ცდებოდით, რაღაცას ისე არ აღიქვავდით, როგორც სინამდვილეში იყო, სხვანაირად ხედავდით, შეიძლება ეს სხვანაირად ხედვის მიზეზი სხვადასხვა იყოს, ზოგი ვიღაცის ნათქვამს უჯერებდა, ზოგი დანახულს არასწორად აღიქვავდა და ასე შემდეგ. აქ არის ურთიერთობაზე ლაპარაკი, პარტნიორზე პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პირად ურთიერთობაზე და სასიყვარულო პარტნიორობაზეა ლაპარაკი, მაგრამ არ გამოირიცხება ასევე საქმიანი ურთიერთობა და პარტნიორობა. ანუ რაღაც არასწორად გაგებული რაღაცა ისეთი მოვლენები ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში, მქონდათ შინაგანი ბრძოლა, თუ კი თქვენ პირადად ეჭვიგეპარებოდათ, ასევე შეიძლება რაღაცა კონფლიქტური, ოღონდ მცირე კონფლიქტური, აქ ძალიან სერიოზულ ჩხუბებზე და დავით არაბაზე არ არის ლაპარაკი, ვიღაცასთანაც ქონოდათ რაღაც ესეთი პრობლემები, შეიძლება ვიღაცას რაღაცა პერიოდის განმავლობაში ზურგიც კი აქციეთ ამის გამო, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი საშკარაოზე გამოვიდა. აი ეს შინაგანი ბრძოლა დამთავრდა, ეს ყოყმანი ეჭვები დამთავრდა, თქვენი არჩევანი გააკეთეთ, ილუზიებიდანაც გამოხვედით და დღესდღეობით ეს თქვენი ურთიერთობა, პარტნიორობა ძალიან კარგ ეტაპზე არის და გაინტერესებთ ალბათ შემდგომი განვითარება სიტუაციის. რასაც ვხედავ, რაღაც ის პრობლემები გადალახეთ. ზუსტად სამყარო ამას გვაჩვენებდა, რომ ეს პრობლემატური სიტუაცია თქვენს ურთიერთობაში დასრულდა. ვნახოთ, რას მოგიტანთ უახლოესი ერთი თვე, რა ცვლილებებს.
უახლოეს ერთ თვეში, ჩემო კარგებო, პირველ რიგში ცდუნებას უნდა გაუმკლავდეთ. ცდუნება ვისი მხრიდან იქნება, ეს არ არის რა თქმა უნდა გარკვეული ამ მომენტში და ვერ გეტყვით, არ არის კონკრეტულად რაიმე მინიშნება პიროვნებაზე, პარტნიორის ცდუნებაზე ლაპარაკი თუ თქვენზე, მაგრამ უფრო ვფიქრობ, რომ ცდუნება ცოტა ისეთი იმით იქნება რა, ან თქვენი ცდუნების ალბათობაა და ეს რაღაც კარმული, აი ამ სიტუაციის შემდეგ რაღაც კარმული გამოცდასავით იქნება, იმე რომ ბოლო გასროლას ვეძახი ხოლმე, საკონტროლო გასროლას, რომ აი ეს გამოცდა გაკვეთილები თუ სწორად შეისწავლეთ, რაღაც ესეთი თემა არის. შეიძლება ანალოგიური სიტუაცია განმეორდეს, რაც მანამდე იყო და ეჭვებში გაგდებდათ. შეიძლება საკუთარმა თვალმა მოგატყუოთ, ანუ პარტნიორთან მიმართებაში რაღაც არასწორად გაიგოთ, არასწორად დაინახოთ, ასევე თქვენი ცდუნების ალბათობაც არის, როგორც აუღნიშნე და ეს ძალიან დიდ ტკივილს მოგიტანთ და თან აი პირდაპირ მინიშნებაა იმაზე, რომ რაღაც აი სიტყვა შეიძლება უთქვიათ კიდევაც თქვენთვის წინა ისტორიაში, რომ მოგეჩვენა და შეიძლება ზუსტად იგივე სიტყვის აი სიტუაცია ისე განმეორდეს, რომ ან გითხრან ამ შემთხვევაშიც, რომ მოგეჩვენა, აი რატომღაც ესეთი ის არის. წინააღმდეგობას გიწევთ ვიღაც, ვის ძალები ალბათ ვინც არის ჩარეული ამ თქვენს ურთიერთობაში და არ უნდა თქვენი ურთიერთობა შედგეს, თქვენი პარტნიორობა შედგეს და რაღაცა ძალიან ცუდ სამსახურს გაგიწევენ და უნდა იყოთ ფრთხილად და თუ კი გაფრთხილებული ხართ, შეიარაღებულიც ხართ. პირველი ეს არის, რომ აი ამ ცდუნების ალბათობა არის დიდი. ჩემო კარგებო, თუ აყვებით ამ ცდუნებას, აი უახლოეს ერთ თვეში ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის, არ შეცდეთ. თუ კი აყვებით აი ამ ცდუნებას, ან თქვენ თქვათ იმ პარტნიორის გარდა ვისთანაც აიწყეთ ურთიერთობა, კიდევ სხვასთან გააბავთ ფლირტს, რომანს, ეს ძალიან ცუდად შემოგიტრიალდებათ და თუ კი ისევ დაუჯერებთ ვიღაცას და თქვენს პარტნიორს დაადანაშაულებთ ტყუილუბრალოდ, ესეც ძალიან დიდ ზიანს მოგაყენებთ. ეს იქნება მიზეზი ხანგრძლივი დეპრესიის, ნერვიულობის და განცდების. ამიტომ ეს საჭირო გაფრთხილება, გაითვალისწინეთ, რომ არ აყვეთ არავითარ ცდუნებას და მშვიდად გადააგოროთ ეს უახლოესი ერთი თვე. ნახოთ მესამე ვარიანტი, აქ ჩემი ჭალებში საყვარელი კარტი ხმლების 7-იანი, ერთადერთი კარტი, რომელიც არ მიყვარს დასტაში და ძალიან ხშირად ვიმეორებ ამას, აქ არის ღალატი, ტყუილი, ინტრიგები, ქურდობა და რა ვიცი, ყველაფერი უსიამოვნო. შეიძლება რაღაც ღალატის, ინტრიგების, ან თაღლითების მსხვერპლი აღმოჩნდით, ან ვიღაც გატყუებთ ამჟამად, ან ეს უკვე იმედია პოსტფაქტუმ და ეს ახლა არ ხდება თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ რაღაც ცუდი მოვლენების მსხვერპლი ხართ, მსხვერპლს უფრო ვიტყვი. და ნახოთ რა ხდება ზოგადად. როგორც თქვი, ეს უფრო წარსულშია. აქ პირდაპირ სასიყვარულო თემაზეა ლაპარაკი, პირად ურთიერთობებზე, ღალატის მსხვერპლი, რეალურად მოტყუებული ხართ, გატყუებდნენ როგორც ჩანს და ხშირად იყავით აი ამ ღალატის მსხვერპლი, რა კი ამას ვკითხულობ როგორც წინა ისტორიას, ეს არის უკვე პოსტფაქტუმ, ანუ იყო ეს თქვენს ცხოვრებაში და ამის მიხედვით განსაზღვრეთ პროგნოზს ვკითხულობ თქვენთვის თუ არა. ეჭვი არ შეიტანოთ, ვიღაცამ ეს არის, როგორც თქვი, იმის ალბათობა, რომ არასწორად გაიგოს ვიღაცამ და იფიქროს, უი, ახლა მღალატობენ, მაგრამ აქ როგორც ჩანს, ეს უკვე გარკვეულია, ეს ფაქტი იცით და უკვე დადასტურებულიც არის ის, რომ მღალატობდნენ, ან იმყოფებით სამკუთხედში და გაარკვიეთ, რომ თქვენს პარტნიორს კიდე სხვა ყავს, ან გიღალატათ და უკვე ის ადამიანიც წარსულს ჩაბარდა, რადგან იმის მონაცემებიც არის აქ უკვე, რომ ახალი პიროვნება გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში და შეიძლება შიშები გაქვთ, რომ ის ღალატი აღარ განმეორდეს. აქ უფრო აი უმრავლეს შემთხვევაში მისაღები იქნება ეს ვარიანტი მათთვის, ვინც გამოსცადა წარსულში ეს წარე სამკუთხედი, ფაქტის წინაშე დადგა, რომ ღალატობდა საყვარელი ადამიანი და ეხლა გამოჩნდა ისეთი პიროვნება, ვინც გამოიწვია თქვენში გრძნობები, რომანტიული რაღაც სურვილები, ემოციები გააღვიძა თქვენში და მაინც გაქვთ შიში, რომ ისევ წარსულში რაც იყო, ის არ განმეორდეს. ეხლა არ შეუდგები განხილვას იმ პიროვნების, ეს ყველასთვის რა თქმა უნდა სხვადასხვანაირად იქნება, ინდივიდუალური იქნება, უბრალოდ
ვისთვისაც ეს სიტუაცია ნაცნობია, წავიკითხავ უახლოესი ერთი თვის მოვლენებს, ანუ ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებებს, რა შეიძლება მოხდეს, რას მიაქციოთ ყურადღება. ცვლილებები. ცვლილებები ის იქნება ჩემო რომ ის ადამიანი, ვინც შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში და ვის მიმართაც გაგიჩნდათ ეს გრძნობა, ახალი ურთიერთობაა ეს, რაღაცა თითქოს ჯადოსნური ჯოხის დაქნევით, ჰარი პოტერებით გაიქნევს ჯოხს და აი ამ თქვენს მტკივნეულ წარსულს გადაუსვამს ხას. ეს თქვენი გულის ტკივილი, რაც დღემდე იარად გაჩნიათ, დაქარწყლდება და აღმოაჩენთ სულ სხვა სამყაროს. დადგება ინსაიტი, რაღაცა მართლა ჯადოსნური ჯოხის დაქნევასავით შეცვლის ადამიანი, აი ერთბაშად შეცვლის ადამიანი თქვენს ცხოვრებას, აი თქვენს დამოკიდებულებას პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით, რადგან არის ძალიან ჭკვიანი, მაგი მანიპულატორიც არის, მაგრამ ყოველთვის არ არის ცუდი გაგებით მანიპულატორი, ზოგჯერ აი როგორც ფსიქოლოგები მაგალითად მანიპულირებენ ადამიანებით, რომ ის რაც ტრამვები აქვთ, განკურნო, ხო, იმ ფსიქოლოგიური ტრამვებიდან, დეპრესიებიდან, რაღაც ბავშვობის დროინდელი ტრამვებიდან და ასე შემდეგ. ხო, ეს მანიპულაცია ქვია ამასაც. იმ საჭირო სიტყვების მოძებნით, საჭირო კითხვების დასმით აღეხებენ ადამიანების განკურნებას ფსიქოლოგიურად და რაღაცა მსგავსი შეიძლება იყოს, არ გამოვრიცხავრო ვიღაცა კონკრეტულად ფსიქოლოგით შეხვდათ რომელიღაცას. და თავის სპეციალობას გამოიყენებს, მაგრამ გამოიყენებს სასიკეთოდ თქვენ საკითხებდღეოთ და თქვენი ბედნიერებისთვის. და ერთ დღეს აღმოჩნდებით, უახლოეს ერთ თვეში, უახლოეს პერიოდში, აღმოჩნდებით იმ ფაქტის წინაშე, რომ აი წინა გამოცდილებამ, ტკივილმა, ამ ყველაფერმა დაგტოვათ და შეიძლება მადლობაც უთხრათ იმ ყოფილს, იმ ადამიანს, რომ აი ეს გამოცდა გამოიარეთ მასთან ერთად ეს ტკივილი მოგაყენათ, რადგან ეს რომ არა ამ ადამიანს არ შეხვდებოდით. ადამიანი, რომელიც იქნება სტაბილური, არის სანდო, ეხლა სქესს არ ვასახელებ, როგორც ჩემმა მუდმივმა მაყურებელმა იცის, მართალია დედოფალს ვხედავთ, მაგრამ აქ ენერგეტიკულად განვიხილავთ და პენტაკლების დედოფალი, ანუ როგორც პიროვნება, არის სანდო, სტაბილური, მეოჯახე, მიწაზე მყარად დგას, ძალიან გონიერი, გაწონასწორებული და ასე შემდეგ. ბევრი ძალიან კარგი თვისება აქვს პენტაკლების დედოფალს, ცოტა შეიძლება ემოციურად ძუნწია, შეიძლება რომანტიზმიც ცოტა ნაკლები დოზით აქვს, მაგრამ ხო გააჩნია კიდე ზოდიაქოს ნიშანს და ტემპერამენტს ხო ადამიანის, ესეც კიდე ცალკე ფაქტორია. მაგრამ ანუ ასეთები არიან სანდოები და უცბად აღმოჩნდებით ესეთი ადამიანის წინაშე და თქვენს თავს რაღაცნაირად მშვიდად გარანტირებულად იგრძნობთ. ძლიერი მხარი. არ აქვს მნიშვნელობა გოგოებზეა თუ ბიჭებზე ლაპარაკი, კიდევ ვიმეორებ, ქალებსაც შეუძლიათ ის ძლიერი თანადგომა და როცა იცი რომ ადამიანი არ გიღალატებს და გვერდი-გვერდ მოყვება, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის და თქვენ ასეთი ფაქტის წინაშე აღმოჩნდებით. გილოცავთ მესამე ვარიანტს, ძალიან კარგი პროგნოზია, ვიმედოვნებ მალე ახდება თქვენს ცხოვრებაში და გამოხმაურებასაც, რა თქმა უნდა, ველოდები დიდი სიამოვნებით და ინტერესით. მომავალ შეხვედრამდე.